დღეს არის 22 მარტი და ახლა არის თვის 11 საათი. ესე იგი, მე გუშინ ჩამოვედი თბილისიდან, მეგობრებო, არც მითქვია რომ მივდიოდი, რაზე მივდიოდი და რომ ჩამოვედი რავქენი, ვინაიდან ზოგი რამ მქონდა გასარკვევი და მოდი ახლა ამას მე ბოლოსთვის ვიტყვი. ალბათ ყველასთვის საინტერესო რო არის ეს. ეს შეეხება იმ ახალ გაერთიანებას, რომელსაც ქვია, ახალი დიდი გაერთიანება ეროვნული რაღაცა რო ქვია, ხო იცით? ამას ბოლოს ვიტყვი. ბოლოსთვის შემოვინახავ და ეხლა მინდა პატარა მიქსი გავაკეთო საინფორმაციო და ძალიან ხოდ მომისმინოთ ბოლომდე მაინც მოგიწევთ როგორც ხედავ ძალოდება ვინაიდან ეს ამ გაერთიანების ამბავი ყველა საინტერესოს უმრავლესობას როგორც ვიცი. ესე იგი მე 3-4 დღე საფლავზე მიწევდა მუშაობა, მამაციმის საფლავზე ბევრ რაღაც გასაკეთებელი. მე ხარ საფლავის სხვა დაგვრჩა დასაძმელი, მაგრამ წვიმს ეხლა გადაუღებლად ამ დღეებში, ამ კვირას და მე მოვიცალე 2 დღე კიდე იმისათვის რომ რატომღაც ამ ადამიანებისგან რომელიც გაერთიანებას აპირებენ როგორ ვთქვა ტექნიკურად მე ამ საიტში მტოვებდნენ მე დავითვინე ყველაფერი დეტალებზე მე არ ვისაუბრებ რა საუბარი მქონდა ვისთან და ასე შემდეგ მე ვისაუბრებ იმის შემდეგ როდესაც მე დავამტკიცებ რაღაცებს ანუ სულ ინფორმაციას გავიგებ იქ უმრავლესობა არის ჩემი მეგობარი თუ მეგობარი არა ნაცნობი მაინც და შეხვედრილი მაინც და კარგად მიცნობენ მე მაგრამ გაჩნდა რაღაც კითხვის ნიშნები რომელზე და ჯერჯერობით კიდევ პასუხს ვერ მოგებულობ კარგით ამაზე კიდე ბოლოს გეტყვით როგორც გითხარით ესე იგი პირველი ახლა რაც კიდე აქტუალური არის ახლა საქართველოში და იქნება კიდე უფრო განსჯის საკითხი მალე და ეს 100% ასე იქნება ნუ მოკლედ ეხლა უკვე მეორედ არის ეგეთი სიტუაცია რომ ევროვიზიაზე წარადგენენ ხა რა ჩემი საქმეა ეს პრინციპში ეხლა რაც გინდა და ვის გამოუყანიათ აზნაზუბნიათ მაგრამ აი ერთ და იგივე დინარში რომ შედიან და ერთ და იგივე იდიოტობას რო ვაკეთებენ და საქართველოს სახელით რო გადიან და რო მიდიან ვიღაცები და მათ უკან ხო დგას კაცო ის რაღაც სხვა არ არის კაცო გამიგე ერთ და იგივე ზღვაშავებენ აი წინაზე იყო ესე იგი გაუშვეს ბუზალაძე შესანიშნავი ვოკალით შესანიშნავი რავი მონაცემებით ცეკვა გინდა სიმღერა გინდა ტალანტი გინდა რა გინდა ყველაფერი და ისეთი იდიოტობა ამღერეს ისეთი იდიოტობა მე ისეთი აცეკვეს ნუ რა ვიცი და ნუ კენახეთ რომ უკან მობრუნდა ხო მე აქეთ თბილისში რომ ჩამოვიდა იგივე ფეხბურთის თამაშის წინ მოედანზე გამოვიდა მე მეგონა ყვალყორანი გამოვიდა კაცო ისე შავა ჩაცმული და ეს სიმღერა რაც იყო და იცეკვ ესე იგი ხალხო ჯერ ერთი და აი ეს ინსტიტუტი რომელიც ამათ უდგას ვინც ამზადებს შერჩევაზე კაი შეარჩიე ხო კანდიდატი ევროვიზიაზე წარსადგენა მაგრამ ბიჭო საიდან მოყავთ ასეთი იდიოტი ან რეჟისორი ან სიმღერის შემთხზელი ან ვოკალისტი ან არანჟიროვში კი ბიჭო რა ჭკვის პატრონები ხართ საიდან მოყავთ ესეთი ბიჭო შეეცვალეთ ამის დედავატირე ეს სირცხვილია ის პირველი რო გამოვიდა ხო მუსაბუზალას ესე იგი გამოდიოდა რა ესე იგი ამერიკელებს და ევროპელებს გინდოდა თქვენ რომ გეჯობნათ იმაში რაც ისინი არიან უკვე მეფეები და დედოფლები კაცო ანუ უკანალის გნევაში და აი ტაკიმასყარაობაში რაღაცით ამის თუ ეხა ბუზალაძემ ცეკვა იცოდა და სიმღერას პლუს და ერთი ამბავი გინდოდა ჯენიფერ ლოპეზი და კიდე ვის და ვის გადაახტეთ და მაგაზი უკეთესი იყო რა საიდან მოდიხარ ასეთი იდიოტი მე არ ვამბობ ხა კონკრეტულად მომღერლებზე მომღერლები რასაც ავალებენ იმას აკეთებიებენ ხო
ხო და იმას გეუბნებით, აი ჯგუფი ვინ ახართ, მე იდიოტებო, ასეთები. ასეთი გამოთაყვანებულები ბიჭო. რაფერ ესე იგი, ეშმაკს გინდა ეშმაკობი დაჯობო? არა, გეკითხები, ეშმაკს გინდა ეშმაკობი დაჯობო? როდესაც შენ გაკ ქართველს მით უმეტეს ესეთი ტალანტიერი მომღერალი ვოკალით ყველაფერი და შესანიშნავად და ყველაფერი, ხო? შენ გაქვს ქართველს ისეთი რაღაც სოფლიოსაგან განსხვავებული რაღაც ისეთი სიმღერები ხალხურის თუ გინდა რომელსაც შეიძლება ცოტა გარემიქსება გაუკეთო და რა ვიცი რა ყველას ენას გადმოაღებინებს აგეთ ისეთ სიტუაციას ჩააგდებს ხო? რაღაცა აი ჯოკერი რაც აკათ ხო? აი კოზირი რაც აკ იმას არ იყენებ და გინდათ იმათ ყაიდაზე იცეკო და იმათ ყაიდაზე იმღერო და ისე მოუგოდგას. ეხა ეს მეორე კიდე შენგელია ხო? შენგელაია, შენგელია მგონი. ბიჭო, შვენიერი მარტო შესახედაობა გმარა ხო? ამ გოგოს 22 წლისა ვარსდები. მერე ვოკალი, გადასარევი. რა დებილობა ამღერეს. და ამით უნდა რომ გაიტანონ ხო? სასწრაფოდ შეუცვალეთ ან მუსიკა შეუცვალეთ თუ არის აწი შესაძლებელი, მაგრამ მგონი უკვე წარდგენილია ეს ხო? ვინ ხართ, საიდან მოდიხართ ასეთი იდიოტები ან ვინ ნიშნავს ამათ საერთოდ? კიდე გეუბნებს თუ ნაკლებად მადარდებს, ეხლა ვინ რას იმას იზამს, მაგრამ მე იმიტომ ვამბობ რომ საქართველოს სახელით გადიან, კაცო და აი რო არ იყოს ტალანტიერი ერთის და მეორეს რო არ იყვნენ ტალანტიერები, კი ბატონო, გასაგებია, ტალანტი აქვს, მონაცემები აქვს, უნიკალური, იდეალური და ნუ ესე იგი როგორ გითხარით ახლა? ისეთ რეპერტუარს ურჩევენ, ისეთ რაღაც სისულელეს ამღერებენ. ფრიდომი არა ისა, ფრიდომი რა ერთი სიტყვის გამო გონი ახლა მას მოგცემენ რა გემო, მენ დაზმოგაბეჭდავენ თავზე? გაი, ეგ სულ სხვა საკითხი. ეხლა მეორე საკითხი. დღევანდელი პოლიტიკური მსოფლიო პოლიტიკის დარგში და მე ჩვენთან შეფარდებით თუ რა ხდება. ესე იგი ტრამპმა გამოაცხადა რამოდენიმე დიდი ხანი არ არის რომ გამოვიძიებო კენედის იმას რა ქვია პოლელობას რა რამოდენიმე დღის უკან სამ თვით წავიდა მგონი გამოცხადდა კიდევ მაგრამ რა გამოჩნდა იქ მე აზრი არა ვარ რა არ ვიცი რა იყო იქ გასახსნელი ინფორმაცია და ვის გასაგებია ხა ვის მოკლა პიროვნულად მაგი არაფერი შუაში არ იყო და საერთოდ ესოლა კი მან თუ არა ესეც გასარკვევია პრინციპში მაგრამ ეს პასუხი მე არ მაინტერესებს ეხლა მე გეტყვით ასეთ იმას მივართავ მთავრობას მისმენს ძალიან კარგად მთავრობის წევრები ვიცი და სხვა კიდე ესე იგი ხომ ხართ თქვენ დამოკიდებული იმაზე რასაც ტრამპი ანუ ისა ამერიკა ითხოვ მოიქცეოდა და ასე შემდეგ ხო ასე? კი. ტრამპმა მოსპოვის რა ქვია ის ფარა უსაიდი ყველაფერი და აი მერე აყაყანდით ყველა ერთად რომ აი თურმე რა ხდებოდა მეტად არ ვიცოდით ახლა ეს ჩვენ. მაგრამ ჩვენ მაგას გავყურებდით ამერი ხანია. ხო, მაგრამ ნუ მოგეცათ ახლა თქვენ ის რა ქვია ხუნდები აგეხსნათ და მიდიხართ ახლა იმას რა ქვია. იმათ რო იქ არ ყოფილიყო ისეც რომ თქვენ ყველაფერსაც ვერ გააკეთებთ, ხო ბუნებრივია კი. ნუ გასაგებია ეს და გასაგებია ის რომ თქვენ დამოკიდებული ხართ იმაზე როგორ მოიქცევა ამერიკა, ხო? და ეხლა იმას გეუბნებით. გამოაცხადა იმ კაცმა კენედის პოლელობის გამოძიება და გამოიძეს და ესა გამოიძეს კი არა, გახსნეს ეს უკვე მე მგონი რომ პასუხი არ ვიცი ხა ვერ იმას აფერი, მაგრამ ვერ ჩავეცი. და ეს მოხდა ჯერ 1960-იან წლებში. და ეხლა ქართველობა, ანუ ქართულ მთავრობას მიმართა. ჯო 60-იან წლები კი არა. ეხლა აგერ რა 30 წლის უკან მოგვიკლეს პრეზიდენტი. ხო? ომასი. დღესაც მიდის ამაზე დავა მსჯელობა თავი მოიკლა თუ მოკლეს და ერთი ამბავია. ჩატარდა ვითომ გამოძიება იმ კონსტანტინე დავებორგებული რო არის ვიადიშვილი, უბრალშვილი. აი ჩაფუშეს ყველაფერი არაფერი არ არის გამოტანილი. ეხლა გეკითხებით, თქვენ რა გიშლით ხელს? რომ გახსნათ ეს საქმე. აი გეკითხებით, რა გიშლით ხელს? გახსნით საქმე.
ხო გეუბნებათ ეხა ის კაცი ეგერ გახსნა ეგერ რა ქვია კენედის მკვლელობა თქვენ ვინ გისურვებთ ეს რომ გახსნა ზუსტად გამსახურდია ნუ მკვლელობა თუ თავის მოკლა თუ რაც არის გახსნენ საერთოდ ეს ეხლა რომ მეკითხებით კი არა გეტყვით ეხლა მე ამას აგიხსნით მეგობრებო თუ როგორ ხდება ეს სიტუაცია ეხლა მე წამი აქ შევაჩერებ იმიტომ რომ ეგ უნდა დაველოდო და გამოიაროს ერთმა მეგობარმა ესე იგი როგორ ხდება ახლა ეს სიტუაცია მოხდა მკვლელობა ხო და მიდის გამოძიება ჯერ თავიდან ხომ ის იყო რა ქვია ჭორები დაყრილი რომ ერთი მეორე მესამე მეოთხე მეათე ძერცოცხალია იქ ნახეთ რაღაცა მე იქ იმალება მე ერთმა თავი მოიკლა ასე შემდეგ და ასე ამ სიტუაციას საერთოდ აქვს ორი მხარე ეხლა კარგად მომისმენ ძალიან ანუ ვისაც მოკლავენ და ვინც მის გარშემო არის და კიდე ვის მის გარშემო კიდე მრავალი ხალხი ნუ საერთოდ მასა ეს ერთი მხარეა და მეორე მხარეა უშიშროება რომელმაც ყველაფერი იცის აბსოლუტურად თავი მოიკლა მოკლე და მიდის გამოძიება სხვების დასანახად რომ თვითონ ეს გამოგიტეს იმან სხვა მეორე გამოგიტეს მე ყველა სხვადასხვას ამბობს და ასე შემდეგ და მოკლედ გაურკვეველია ეს საკითხი ხო მაგრამ არის მეორე მხარე რომელმაც ყველაფერი იცის პირველი წუთიდანვე ანუ 1913 წლის 31 დეკემბერსვე იცოდნენ და იცოდა ეს უშიშროება თუ რა მოხდა სინამდვილეში თავი მოიკლა თუ მოკლეს ყველაფერი იცოდა და დღესაც იციან რა თქმა უნდა ამიტომ ის რომ ეხა ჩვენ რომ ის რომ გვანახეს იქ კონსტანტინე რომ ჩამოვიდა ზვიადის უფროსიშვილი და ვითომ გამოძიება მე პარლამენტში რაღაცა გააკეთეს აქეთური ეს არის ყველაფერი ბლეფი ეს არის ხალხის გასაბიტურებელი ხალხო და ხალხის თვალში ნაცის ჩაყრა ვინაიდან კიდევ მეორე უშიშროებამ პირველი დღიდანვე იცის ყველაფერი უბრალოდ აქ ნებელობაზეა საქმე ნებავს ეს ხელისუფლებას თუ არა გამიგეთ ამიტომ 33 წელიწადია ჩვენ ტყუილად ესე იგი ვთქებთ და იგივე ადგილს გამიგეთ სადაც დოკუმენტები უკვე დევს წერტილია დასმული ბეჭედია დასმული ყველაფერი იციან უბრალოდ ერთი ნება არის საჭირო რომ გამოიტანონ და გამოამზელონ ეს საკითხი მეორე საკითხია თუ ამ ნებელობის უკან იმალება რაღაცა შიში და რა შიშია ეს არის ის შიში რომელიც შევარნაძიდან მოყოლებული დღესაც კი როგორც ოპოზიციაში ასე პოზიციაში ანუ მთავრობაში და მის ირგვლივ არიან შევარნაძის კანდიდატურები ორივე მხარეს რომელიც მოსული არიან ამ საქმეში და ხარ კონკრეტულად ისინი კი არ არიან გამიგეთ მაგრამ იქ ვიღაცისიანი ზის იქ ვიღაცისიანი იქ იმისიანი ბიძაშვილი ძმა ან დეიდაშვილი ან რაღაცა და ერიდებიან ამ საქმის გახსნას რატომ? იმიტომ მონაწილეები კიდე იქ არიან და კიდევ ერთი ფაქტორი ყველაზე უდიდესი რაც აფერხებს ამ საქმის წინსვლას ანუ გახსნას ყველაზე ყველა პუტჩისტები ყველა წავიდა ამ ქვეყნიდან ერთის გარდა რომელიც იყო ნომერ პირველი და მეს რამდენჯერ ვილაპარაკე ხო? ანუ ეხლა ცოცხალია თუ ეხლა მაგას ცოცხალი და არის რა ორი წელიწადი მკვდარი ვითარით დააგდიგიდაგით ხო? მაგრამ სამის ფერზე დგას ამ საქმეს არ გასწრებ გასკვია ახლა მაგის სანამ მაგრამ კიდევ ერთი წელიწადი დარჩა თუ არ ვსდები კიდევ ერთი წელიწადი 2006-ში დაფრინდება აქედან და მეცით რას გეტყვით ხო იყო ამაზე სერიოზული ასე ვთქვათ რეკლამები სერიოზული ფილმები დოკუმენტურები შექმნილი ნაზომბირებელი გადაცემები რომ აი ილია ჩვენ შეგვიყვანს ერთადერთი პატიარი რომელიც შეყვანს გამწყინებულ საქართველოში
ილია, ჩვენ შეგვიყვანს გაფრთხილების საქართველოს ილია, ეხლა დღევანდელი, ხო? ხო. და ეს ხალხს ჩაუდეს თვიში. და სად არის ეს? დამწყნებული საქართველო? ესეთი, მაგრამ კაი, ეხლა ეს წავა. მაგრამ იმ ხალხს რა ეშველება, რომელიც ფიქრობს, რომ აი ეს არის ჩვენზე მლოცველი და ის რო არ იყოს და მთელ საქართველოს და ის რო არ იყოს, მოკლედ ჩვენ რა გვეშველება და რაღაცა. აი წავა ეხლა ნუ წელიწადში გამშეს ფეხებს, ხო? აი მე რა გეშველება? აი თქვენ ვინც მონასავით ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ერთი კაცი ლოცულობს ვერ აბრი არ გააკეთო. რომ ის ლოცულობს 24 საათი და რო წავა ამ ქვეყნიდან მე ვინ ილოცებს? აი მე რა გეშველება? აი მათ აი რა გეშველებათ გეკითხები. ვინ ილოცებს? შიო? ისო წმინდანი არ არის. მით უმეტეს უწმინდესი არ არის. რაც უნდათ არის. ვინ ილოცებს? მე დარჩებით ერთ ადგილის სამარა. ხო ხაბარაფის ყველაფერს ვხოვებთ რა? რა გეშველებათ? აი ესე დამონებულ ხალხს. აი უბრალოდ იფიქრეთ რა ხალხო. დღემდე ხო ლოცულობდა თურმე? ხომ აი შევარნაძე რომ მოვიდა ხო თქვა კაცო ეს იყო ღვთის ნებაო ხო შევარნაძე რომ მოიყვანა ეს იყო ღვთის ნებაო და ღვთის ნებას ყოფილა ესე იგი ის რომ შევარნაძე გავწყვიტა დედაგვიტირა და თავზე რომ გაგვატიალა ერი და ბერი და ყველა ერთად ეს იყო ღვთის ნება და ეს იყო პატრიარქის მოწოდება და ისევე თქვენმა ამ ილიამ რომელზეც მერთა და კერპატყავს გამოყვანილი იმან დააჩოქა თბილისელები იქ 33-ში დააჩოქა კონკრეტულად დააჩოქა ხო გახსოვთ ხალხო ეს დააჩოქა იმისათვის რომ შევარნაძის ფურთხი აელოკა რატომ იმიტომ ეს არისო გადამჩენელიო ქვეყნისო კაცო ეს არისო წმინდა გიორგიო მე ვამბობდი ამას ბიჭო რამხელა იდიოტები უნდა იყოს ამის დედავატირე ბიჭო რამხელა მონა უნდა იყო რომ აი პირდაპირ დებილი უნდა იყო რომ აი ესეთ რაღაც თვალი დახუჭო და იძახო ისე ვიცი დანასავი და იგივე თქვენ აფერი არ გეშველებათ ისე როგორც აი ნაცებს არ ეშველებათ როგორც მიშაზე ამოდიოდა მიშა გოგონად ღმერთი და მიქელ გაბრიელი აი ისე თქვენ კიდე აი თქვენ მეორე ისახართ აი სექტა ასე ვთქვა და მე მეძახიან სექტას აკიდე რატომ იმიტომ რომ ვერ მერევიან ვერ სიტყვით ვერ ლოგიკით ვერ ფაქტებით ვერ დოკუმენტებით და ვერც არგუმენტებით ხომასე მე მოუნათლე ისა რა ქვია შევარნაძე მე მოუნათლე ჯაბა არ გავაგზავნე ხა კიდე რები გააკეთეს ხო ბევრი ველაპარაკე ამაზე და აი ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი რომელიც აჩერებს ამ ხელისუფლებას რო გახსნას ვიად გამსახურდიას პრელობის ამბავი ნუ პრელობა თვითპრელობა მაგას არა ჩემთვის უბრალოდ გაიხსნას ეხლა ზოგს ის გონია რომ აი თუ თავი მოიკლა ნუ მოკლედ არ შეიძლება და ეს არა ქრისტიანული და გაით რა ხახო რა არგეთ რა ამ ზომბისაგან გამოდით რა თქვენ თვითმკვლელობა ის არ გონიათ გას რა ვიღაცა წამალის გულისა და ვიღაცა წაგებული რო ქონდა კაზინოში და ტოტალიზატორში და იმიტომ ჩამოიყვშო ან თავში თქვია ის რა რაღაცა ის კაცი ბრძოლაში იყო და ბრძოლაში ყველანაირი მოდის ხალხო რას მეუბნები და მაგის გამო ზვიადის სახლი არანაირად არ დაკნინდა თუნდაც ზვიადის ოდენაც კი პირიქით ჩემთვასი უფრო აბაშკაცი იქნება მაგი არ არის რა ქვია გადამწყვეტი ასე ვთქვა თუნდაც დამტკიცეს ერთი თუნდაც მეორეც თუმცა გეუბნები დასამტკიცებელი კიდე არაფერი საბუთი დევს ჩვენი რადიცია იცის დღეს კიდე ფეხზე დგას ოთარი იოსელიანი უშიშროების ის რო იყო და კიდე ბევრი სხვა ყველა მზებიად კარგად იცის ყველა უბრალოდ ეს არის ნების საკითხი და ან შიშის ფაქტორი აი ეს ორი ერთად თუ ისა რა ქვია რო გადაწყდება მე კი ბატონო ამას გახსნია ვამბობ იმას რომ თუ ტრამპმა თქვა და რამდენი წელიწადი და გავიდა კაცო მის შემდეგ ხო 50-ზე მე თუ ეს საქმე გახსნა და იყო მისი ნება რომ მაშინ თქვენ ისე ხა გეშინიათ მაგრამ როგორც გითხარი აი ამ ორ ფაქტორს კარგი ეხლა მესამე და ბოლო საკითხი
ესე იგი, მეგობრებო, ეხლა რაც ბოლოში ვიღავარ, ეს გადაბმულია იმ საკითხთან, რომელსაც ახლა მოგახსენებთ. დაწყებულია რაღაც გაერთიანება, იცით თქვენ ეს უმრავლესობა. დიდი ეროვნული გაერთიანება მგონი, ხო? ასე ქვია სახელი. და კიდე გეუბნებით, მე არ მინდა ჯერ საერთოდ მე მშვენია დიდი მოთმენა. და ამ მოთმენა ბევრჯერ მომაგებია. ამიტომ არ ვიცი მე დეტალებს, მაგრამ მაგს შეკითხები. ეს შეკითხები რო არ მქონდა, პასუხები რო არ მქონდა, ამიტომ ავდექი და წავედი თბილისში. ახლა ვიზუალურად შევხვედროდი ამას. როცა ერთ-ერთ მათგან სანამ წავიდოდი გასარკვევი მაგ რაღაც მეთქი და აქ დამირეკა. რაღაც შემომთავაზა. არ მინდა ჯერ ვილაპარაკო. და მე რო უთხარი, მაშინ ჩავერთოთ კაცო. ერთად მე უთხარი, ჩავერთოთ და ყველამ ერთად მითხარით თუ ეს ასია და ისია. და ამ ადამიანმა მიპასუხა რომ ეხლა მე სოფელში ვარ და როგორო და გამეცინა ეხლა მე რო ასეთი რაღაცა მითხარო სოფელში ვარ და ჩაჩი ვერ ჩავხარ ვინმეს და ესაო ნუ ეხლა როგორ გითხარ ბავშვური ლოგიკა არის ხო? როდესაც აქ შეხვედრა, ნუ 20-ში გვაქვს, შევხვდეთ უნდა ერთმანეთს. კარგი, მე ვხარი ბარეგან თუ იქ იქნებით 20-ში მე კიდე წამოვალ მეთქი. წავედი. 4 საათზე იქ უნდა ყოფილიყავი და 15 წუთი რო აქ დამირეკავს ერთ-ერთი რომ ვერ მოვდივარ რომ იმიტომ რომ დარბაზი საშონელია. კარგი, მე ვხარი ის მეორე რო კითხისა და ისიც ჩემთან არისო. კარგი, მე ვხარი რა პრობლემაა ზუგიდან წამოვედი ბარეგან თქვენ სანახავად, და ის ყარ არის, ბავშვი ყარა ვარ ეს. დაგელოდებით მე ვთქვი, ნახევარი საათი, 1 საათი, 2 საათი, კი ბატონო, საღამოს იყოს მეთქი. საღამოსაც ვერ მოვიცით რომ. მე ნუ იქ ერთ-ერთი მათგანი იქ არისო და იმას გადაეცი შენი სათქმელი და მე რა ის და რა ჩვენ გადმოვცესო. ნუ არგი ავდექი და ვუთხარი სახელგვარებს არ ვამბობ ჯერ, იმიტომ რომ მეგობრები არიან და ამიტომ არ ვამბობ ვითმენ მეთქი ჯერ კიდევ. გადავეცი ყველაფერი და დავაბარე ორჯერ თანაც რომ ასულს ველოდები თქო. ან გზაში დამაციეთ, ან ახლა მეორე დღეა. ყველას დაველოდები, მასზეგას დაველოდები. ნახოთ ბევრი რაღაც არის ისეთი რომელიც მაგრამ გეტყვით ახლა რაშია საქმე მე შორიდან გეტყვით. მოგიყვებით იმ ამას რომელიც შარშან მოგიყევით მე თქვენ. როდესაც ჩემი მეგობარი წავიდა ბელგიაში მეუღლესთან აქ დაქორწინდა წავიდნენ ორივე ერთად. იქ ბავშვი შეეძინათ და თხოვა რომ დავითიო ორგანიზაცია ხო გაგდა კი ხო იცი მე ვთქვი კაცო. ბეჭედი თუ გაგო, როგორ არა მაგ ბეჭედი მე. ხო და ისეთი საბუთი გამიკეთეო, რომ აი მე ჩვენ ერთად მუშაობდითო. კი გაიკეთე მე ვთქვი, მაგრამ არ გავნოს მეთქი X M საქმე. რა ვიცი ახლა მე კიდე რატო ვიფიქრე ეს ასე, მაგრამ კარგი მეთქი, ისეთი საბუთი გავაკეთე, ნუ სამინისტრო შეშურდებოდა თავისი ბეჭედით და ლამაზი ფურცელი და ყველაფერი. როგორც კი ეს მიაწოდეს, მას უარი უთხრეს და რატო? თქვენ წარმოიდგინეთ ეს ბევრს აფსოსს ალბათ, მაგრამ ახლებისთვის ვამბობ, ბელგიაში თქვენ წარმოიდგინეთ, უთხრეს რა, თქვენო დავით ორდიას მეგობარი ყოფილხართო, კაცი რომელიც სოროსის მოწინააღმდეგეაო, კაცი რომელიც კორონავირუსი და პანდემია და ამის მოწინააღმდეგეაო. გესმით ახლა რას გეუბნებით? მე ვამბობ იქ ბელგიაში და არა აქ. და ამიტომ მას მოუხდა ადვოკატის აყვანა, მე ფულის გადახდა და მეოთხე სასამართლო ახლა უნდა დამთავრდა და ნუ ახლა პრინციპში მისცემენ ნებას, იმიტომ რომ იქიდან უკვე სოროსაც ჩაეხსნა ყველა კაპილარები, როგორც თამბა გაუკეთა ყველაფერი და აწი დიდი ვარიანტია 99 და კიდევ 99 რომ ნებას დარტავენ სამუშაოზეც და მოქალაქეობაზეც და ყველაფერი. მაგრამ მე მეორე მინდა ვთქვა რომ გუშინ მეგობარმა შემოწია
კინოფილმიდან, აი რა შორს გავარდინავ, შენი ხმაო ისე. წითელ ცირკულარში ვზივარ რა. ამიტომ არის მე რომ აქაც ყველანაირი ბარიერებიდან მოკლედ ერთი ამბავი არის ჩემს ირგვლივ. მეურმა ეს იცის და ამიტომაც მეღობება წინ და უკან და ყველგან ირგვლივ ну როგორ გიხარ ჯერ ერთი რო აქეთ ჯერ ნაცები მებრძოდნენ მე ოცნება მე საპატრიარქოდან მე სლავა უკრაინა ცალკე მე პანდემისტები ცალკე ну მოკლედ რა არ არის დატოვებული ერთი საქმე ერთი სექტორი რომელიც ჩემსიდანამდე გარჩევს და მთავარი რა არის მე ვარ გამოცხადებული არაოფიციალურად რომ მე ხო ხედავ persona non grata და სწორედ ეს არის აი ამ გაერთიანებასთან მე ხავ შორიდან ვამბობ მამას მაგრამ ამბიცების შემდეგში გეტყვით კიდე თუ იქნა ეს ასე მაგრამ ჯერ ასე ჩანს ყველაფერი რომ ეს კაცი არ უნდა გაეკაროს არავის და არაფერს თუ ეს ასეა, მაშინ ეს მართული პროცესია. იქ მე ვხვდები ვინ არ არის მართული და ვინ არა. მაგრამ ვინც მართავს იმას მე მგონი ინტუიციით ვხვდები. ამიტომ დაველოდოთ ვარეღან. 30-ში აქ შეკრება. თუ მივიღებ მე დასაკმაყოფილებ, დამაკმაყოფილებელ პასუხებს კი ბატონო. თუ არ მივიღებ მე ჩემს განცხადებას გავაკეთებ. კარგით, ну, აი ეს მინდოდა სულ რაც, ну, მიქსი გავაკეთე ხა მე სხვადასხვა ინფორმაციების. აი ამ მოცემულობაში ვარ, ეხლა აი ამ წუთს, აი ამ მონაკვეთში, დროის ამ მონაკვეთში შემომეგობრებო. დანარჩენი შევეცდები ხა გავაგრძელო ის ვიდეო, ასე ვთქვათ, მიმოხილვა, რომელიც ჰქონდა დაწყებული და შემდეგ ოჯახური ტრაგედიის გამო შემიჩერდა. კარგით მეგობრებო, აბა არ გამზამდებოდეთ და მომავალ შეხვედრამდე